უკვე 4 წელია, რაც გალაქტიონის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. მისი კედლები ისევ აფრქვევენ პოეტის ჩაბუდებულ ხმას და ბობოქარ სუნთქვას. სახლ-მუზეუმის დიასახლისი პოეტი მზია ხეთაგური, როგორც თავად უწოდებს, ამ სანუკვარ ალაგას სისტემატურად მასპინძლობს ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენლებს. შესანიშნავი ნათქვამი აქვს ლევ ოზეროს, რუს პოეტს, და მე ის ქართულად თარგმნე კიდეც, რომ ნუ დავაყენებ ცრემლების მორევს და ნუ დავრეკავ სიტყვების ზარს, შობს და ეხმარო ნიჭიერს თორე, უნიჭო თავად გაიკვლევს გზას. ამიტომ, ესე იგი, ნიჭიერებს ვუდგებართ გვერდით, ეს უფროსი თაობა, ვინც იქნება ბუნებრივია, ისინი უკვე გასაგებია, რომ ნიჭიერები არიან და მათ თავისი ნაწარმოებებით ეს უკვე დაამტკიცეს და მათ ჩვენ პატივისცემით ვიწევს და მათ ვუმართავთ ასეთ შეხვედრას, ოღონდ ახალგაზრდებს ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალბათ ჩვენი გემოვნების და მიხედვით მე ვარ ცრემლი, რომელიც მეგობრებმა მიატოვეს. იმიტომ რომ ბავშვობა ვერ დატოვა. ვიცი ზარდია ინტერესი, როცა ცხოვრებაზე მსჯელობენ პოეტები. მე მიყვარს პოეტები, რომელთაც ბავშვობა ვერ დატოვეს და დარჩნენ ცხოვრებაში აუხსნელ განტოლებად. ირმა იმ ახალგაზრდა შემოქმედთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთაც დღეს უცხოეთში უხდებათ მოღვაწეობა. პოეტი რამდენიმე წელია გერმანიაში ცხოვრობს. იგი ბონის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის მეცნიერების კათედრის ასპირანტია. პარალელურად კი ბონის რადიოში ქართულ-გერმანულ გადაცემებს ამზადებს და გერმანელ მსმენელს ქართულ კულტურას აზიარებს. მისი შემოქმედება ისეთი ნაფერების სტრიქონებით არსავსე, ნასათუთების სტრიქონებით, საგულდაგულოთის გამორანდული სტრიქონებით და ამ სტრიქონებს შევყავართ პოეტი ქალის ძალიან ფაქის სულიერ სამყაროში, სადაც ყველაფერი არის სუფთა, ძალიან ლამაზი, უშუალო და ანგარა. მე ვთვლი, რომ ეს არის პოეზია და ეს არის პოეტისთვის უმთავრესი. მას აქვს შესაშური პოეტური სმენა და კიდევ მომწონს ირმაში, ესე იგი, უკვე ჯერჯერობით ძალიან ახალგაზრდაა ირმა და მიდრეკილება რაღაც მსჯელობისადმი. რაღაცნაირად გულგრილი გავხდი. ერთადერთი, რასაც ვამჩნევ, კედელზე უშნოდ ატუზული 4 ჩარჩოა და ფერები შეჭუჭკული ჩარჩოს კუთხეში. მენატრება საყვარელი ქალაქის მტვერი, შავი მტვერი, მოუვლელისა და ქუჩების, რეკა უცხოელ მეგობართან, რომლის ზარღვებშიც დაედინება უცნაურად ნარევი სისხლი, რომელიც კოსმოპოლიტია და ერთნაირად ენატრება ბონიც და ჩიკაგოც და ვუყვები, რომ ქალაქი, რომელიც მენატრება, ძალიან ძველია და ძალიან სახიერი, მაგრამ უცნაურად დაავადდა და ადამიანებს ვეღარ პატრონობს.